რამდენი არ უნდა ველაპარაკო, არ მომწყინდება კიდევ და კიდევ ხაზგასმით გაგრძელება, ქებადიდება ჩვენი ძვირფასი მარილისა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უბრალოდ და მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მას არის უზღვავი, აუწონარი, უკიდეგანო ეზოთერიკული მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ვერც ერთი კერძი თითქმის. მართალია ზოგიერთები უწოდებენ მის მოხმარებას რაღაც ცუდს და რასასიამოვნო სახელს, მაგრამ ჩვენ მისი კარგი კუთხით გაშიფრაზე გადავდივართ. ეს ქურუმიქალის ტაროა, მე თეა გახლავართ და ყოველთვის სასარგებლო და სასიამოვნო, ძალიან კომპაქტურად შერწყული თქვენთვის ჩემო გამომწერებო. მაშასე გამოიწერეთ ჩვენი არხი ძალიან მარტივია, სენსორულად გკავ და უკვე ერთად ვართ ხო ასეა. ჩვენ კი იმდენ სასარგებლოს და იმდენ ჭკვიანურ რაღაცებს გთავაზობთ, მართლა ღირს ჩვენს კომპანიაში თანაცხოვრება. მაშასე საუბრობთ მარილზე. მარილი, რომელიც შეგვიძლია ესე ჩვეულებრივ ჭურჭელზე რამდენიმე როგორც უყურებთ ისე რაოდენობით ან ცოტათი ან ბევრით მოათავსოთ და ის შევინახოთ ჩვენი საძინებლის, ჩვენი საწოლის ქვემოთ. აი შევინახოთ, როცა ღამდება, როცა ძილი გველულება თვალები და ახლავე გეტყვით თუ რატო და რა ვითარებაში, მოგეხსენებათ რომ საწოლი არის წერტილი, სადაც ნატიფ სამყაროსთან ძალიან კარგ კავშირში ბრძანდებით, ანუ ეს არის როცა ჩვენ გვძინავს ჩვენი ენერგეტიკა ამ სიტუაციაში რაღაცნაირად ესეთ მოშიშვლებულია, იქ ძალიან მარტივად შეიძლება შეაღწიონ ისეთმა საზღარმა თვისებებმა, როგორიც არის ლიარვები და პარაზიტები და ასე შემდეგ. ამ ღია ჭიშკარში შედის ყველაფერი ცუდი და რაღაც ბევრ სიტუაციებში გვაზარალებს. ანუ შეიძლება რაღაცა კოშმარული სიზმარი და მე გამოგვიძებულებს აგვეკიდოს ეს ყველაფერი. მოკლედ, ბევრი ვარ გავაგრძელოთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მე მგინდათ გითხრათ, რომ აი ამ უბრალო მარილით შეიძლება ამ ყველაფრის თავიდან მოშორება. მოკლედ, საწოლის ქვევით ვდებთ ამ ყველაფერს, აი ესეთი სიტყვებით. ძალიან მარტივია. მარილო გამიხსენი გზა წარმატებისაკენ და ფარად ამეფარე. თენდება მეორე დღე, ჩვეულებრივად ვიღებთ, ჩავრეცხავთ გამდინარე წყლით. ეს შეგიძლიათ ეს პროცედურა გააკეთოთ ჩემო კარგო ადამიანებო, თვეში ერთხელ. აი რომ გააკეთებთ, დღეს მოусმინეთ ამ ხვალ ან ზე გადაწყვეტავთ გააკეთოთ ეს ყველაფერი და იშლეთ კალენდარზე, ეს არის 17 რიცხვი და ყოველ 17 რიცხვში სიტყვაზე ვაკეთებთ ამ რიტუალს. ფანტასტიკურია, წმინდავს და გააქვს ჩვენი ნეგატივი. ის წარუმატებლობები, ის ბლოკები, ის საზღარი ნეგატივები, რომელიც ბრუალობს და თავს მოსვენებას გვიკარგავს. ჩვენი მარილი ღრუბელივით არის და ცუდ ენერგიებს ხო ისრუტავს, მაგრამ კიდე მე გასწავლოთ ახლა სად შეიძლება ამ ჩვენი ძვირფასი ნივთიერების გამოყენება. ძალიან მარტივად ყოველ დღე როცა გავდივართ გარეთ, ავიღებთ ჩვენს საფულეს და აი ერთ პატარა თქვენთან ერთად გავაკეთებ ამ ყველაფერს, ერთ პატარა მწივს ჩავყრით. აი ამ ჩვენს ჩანთაში. შეიძლება აღნიშნული პროცედურა გავაკეთოთ არა მარტო ჩანთაში, ჯიბეშიც ჩავიყაროთ და ფანჯერიდანაც კი გადავყაროთ. აი ესეთი მომენტი და სიტყვების თქმა ამ მომენტისათვის, როცა ვყრით ამ ჯიბეში, ან კიდე ჩანთაში, აი ესეთ სიტყვებს ვამბობთ. მარილი ჯიბეში, ფული სახლში და ეს ბლოკები, რომელიც ფინანსების მოდინებასთან დაკავშირებულია, აბსოლუტურად მარტივად, მსუბუქად მოგეხსნებათ. ეს არხები გაგისუფთავდებათ და ჭრიალით წამოვა ის სადღაც რომ შეყოვნებაშია. ანუ გავუსუფთავოთ ჩვენსკენ სავალი გზები. და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აკეთებ სუპერ ფანტასტიკურად ჩვენი ძვირფასი მეგობარი მარილი. მაშინ ესე მარილი ჯიბეში, მარილი საფულეში და მარილით შეიძლება ყოველ დღე, როცა გავაღებთ კარებს, გადავყაროთ და თხოვოთ, რომ ფარად აგვეფაროს. ეს ჩვენი სიტყვები შეიძლება იყოს და რა ვიცი, ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ გაწმინდავს და გაფურჩქვის ჩვენს არხებს. არაფულად. ისე ცხოვრების საულსაც მოკლედ ასეთია თქვენთან იყო. თან ამას დიდი სიყვარულით და სიხარულით აკეთებ და რას ვაკეთებთ? ისევ და ისევ გროვდებით ერთად, ისევ და ისევ მხარს უჭერთ, ისევ და ისევ გვიკონტაქტებით და ხა დაწერეთ კომენტარებში. დაწერეთ ხალხო, რატო გეზარებათ, რატო ხართ ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ზარმაცები და პანდებივით იქცევით რა. როცა ბევრი ადამიანი მეუბნება, მირეკავს და პირად საუბრებში ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც თავის გულის ამაჩულებელ ფრაზებს მეუბნება, რომ თეა შენს რიტუალებს ვაკეთებ და ასე მეშველა და ისე მეშველა, იქ კონტაქტები არავის არ აქვს. ანუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად
ამგვარად თუ არ იქნა ენერგო გაცვლაში, ინტერაქტივში თუ არ ჩაჯდა, რომ იქ დაწერი ან გააზიარი ან ვიღაცას უთხრა რაღაცა, არა ძალიან უმადლო თემაა. მე ამას ვაკეთებ თქვენთვის აბსოლუტურად სუფთად, მაგრამ მე მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და მეტმა ადამიანმა დაადგეს დრო გამოღვიძებისა. მივაპი ახლა მარილს ეს ყველაფერი, მაგრამ მიცოდეთ, იქ სადაც არის ჩვენი ციზარმაცეც, თუნდაც ამ ლაიქების დაწერაში და მარილმა გაწმინდოს. და მარილმა გაწმინდოს ის ყველაფერი ერთად შეწუხებული ყავთ და რასაც გრძნობთ, რომ გინდათ ახლა ადგომა და სადღაც წასვლა, ჩაცმა გეზარებათ, ტელეფონზე დარაკვაც გეზარებათ და ვაფშე ყველაფერი გეზარებათ, ხანდახან შეიძლება ჭამაც გეზარებოდეთ, გამობრანჭო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მარილმა ამ ყველაფერს ძირი გამოუთხაროს და წაიყვანოს იქ, სადაც აღრბრუნდებიან. მარილზე გაიყვანოს. მიყარხოთ კოსმით კეფერები, დაბა თქვენ იცით, აქტიურეთ და კიდევ ბევრ და საინტერესო რაღაცებს მოგაწოდებთ. ეს ისე პრაქტიკულია. მე ამ ზგარეში არ ვშვები. ის ცუდი ლიარვები, რაც ცხოვრებაში ყავთ და ის პარაზიტუნები, რაც სივრცეში და გვეკიდება და ასტრალებში ნერვებს გვიშლის და მე რეალურ ცხოვრებაში გადმოდის, რა ჯანდაბა უნდა ჩვენთან. არა, ჩვენ ვართ ინფორმირებული, ესე იგი შეიარაღებული. მიყარხართ.